დილამშვიდობისა, დღეს შაბათია, მაგრამ ცოტა ადრე ვიწყებთ სამსახურს 9:30-ზე. ეს იმისათვის, რომ ცოტა ადრე გავთავისუფლდეთ, ისედაც მოკლე დღე გვაქვს. ავდე ვიდეო, როგორ უნდა გამოთვალო შენი სხეულის ინდექსი. ანუ აქ საუბარია იმაზე, აი ნორმალურია თუ არა შენი წონა. სხვათა შორის, ბევრი პაციენტია, რომელიც მოდის ჩემთან და გონია, რომ აქვს ნორმალური წონა. და ამ დროს აქვს ჭარბი წონა. უმეტესად მაინც ჭარბია, მოგეხსენებოდა. არის ხოლმე დეფიციტი აქვს წონის და თulis რომ ეს ნორმალური წონაა, ის კი არა ყოლია ესეთი პაციენტები, რომლებიც თვლიან, რომ ეს ბევრია. აი 1.70 რო არის და 50 კილოსი წონის და ფიქრობს, რომ კიდევ უფრო ნაკლები უნდა იყოს. სხეულის მასის ინდექსი. ეს არის მაჩვენებელი რომელსაც ყოველთვის შეგიძლია შეადარო შენი წონა და სიმაღლე და თუ ჯდება ნორმაში, ესე იგი ნორმალური წონა გაქვს. და როგორ ხდება ეს? სხეულის მასის ინდექსი. SMI უდრის 18.4-დან 24.9-მდე. 18.4-დან 24.9-მდე. მეც მეშლება ხოლმე ეს ციფრები. და აი ამ ინტერვალში უნდა იყოს. თუ ზედა ინტერვალი ზემოთაა, ესე იგი დიდი წონა გაქვს, თუ ქვემოთაა ცოტა წონა გაქვს. თუ შიგნით ჯდება, მაშინ ნორმალური წონა გაქვს. და ეს შიგნით რო ჯდება, ისიც შეიძლება ცოტა რაღაც ვარირებდეს სხვადასხვა დროს და ეს ნორმალურია თუ ამ ინტერვალშია 18.4-დან 24.9-მდე. სხეულის მასის ინდექსი უდრის წონა გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე. წონა გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე, მაგრამ პრობლემაა, რომ კვადრატი რას ნიშნავს არიციან? ძალიან მარტივია. რა არის 5-ის კვადრატი? 5-ის კვადრატი არის 5x5. 10-ის კვადრატი რა არის? 10x10. 50-ის კვადრატი რა არის? 50x50. 1927-ის კვადრატი რა არის? 1927. 1927 ჯერ.